საინტერესო წინადადება შემოვიდა ენგინის მხრიდან, რომ საქართველოს ჩატარებულიყო ისთვის. მოკლედ, ძალიან ჩამოთვალო, ქართული მწვანე გადაწყვეტილს. ანუ თავად შემიძლია ვთქვა, რომ გენადი არის ყველაზე ტექნიკური გადამწევი, ვინც ოდესმე დინამოს გადაწყვეტილს გამოვთხრა როგორც გამარჯვებული, უბრალოდ რაღაც ხუცი მაინც მხრობა ხო რუსეთი იყო, საჯეც რუსი იყო ის და რაც თავარია ველოდები ის თვესში ხელის გადაწევას მე ოფიციალურად მეკუთვნის მატჩი უკვე მეორე წელი არის. მოგესალმებით, Ready Go podcast-ის 100 ეპიზოდით. დღეს ჩვენი სტუმარია ვალა იჩქითი. მოგესალმებით ყველას. ევროპა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, AMC-ის ჩემპიონი, ისტვესტის საკვალიფიკაციო ჩემპიონი და მონაწილე ამჟამად ისტვესტის. როგორ ხარ ვალა? კარგად, თქვენ როგორ ხართ? ჩვენს კარგად, მადლობა. მადლობა რომ მოხვედი. წარმატებებს გისურვებ, ძალიან კარგი წამოწყება არის, ეს მართლაც ის არის, რაც სჭირდება ქართულ კლავჭიც, ასე რომ ვთქვათ, ბევრი საინტერესო სპორტსმენი ყავს და მსოფლიოს მასშტაბითაც ბევრს აინტერესებს ამ სპორტსმენების ყოველდღიურობა, მომზადება და ისტორიები, ასე რომ ვთქვათ. მადლობა და შენზეც ბევრი კითხვა დაგროვა და იმიტომ რომ არ ჩანდი ესე პროფესიონალურ ასპარეზზე კლავჭიჩი არ გამოჩენილ ხარ დიდი ხანია და ინტერესებს ხალხს მიზეზები, რატო ხდება ესე და სხვა რამით თუ ხარ დაკავებული და მოგვიყევი. სპორტის კუთხით რო ვისაუბროთ, ბოლო დაახლოებით წელიწადნახევარი არის არ გამოსულა ისეთ აქტიურად შეჯიბრზე. მთავარი მიზეზი იყო ტრავმა, რომელიც მაწუხებდა 24-ში და 25-ში ისე მოხდა, რომ მივაყოლე რამდენიმე შეჯიბრი ერთმანეთს. პირველი იყო გერმანიაში საკვალიფიკაციო შეჯიბრი იყო ისტვესტის. მე და გიო ერთად ვღებულობდით მონაწილეობას და გავიმარჯვეთ იმ ტურნირში, სხვათა შორის აბსოლუტური კატეგორიაც მოვიგე. 2 მეტრიანი ხმალიც ხო? 2 მეტრიანი ხმალიც წამოვიღე. მერე მაგ შეჯიბრიდან დაახლოებით ერთ თვენახევარში მივიღე მეორე ტურნირში მონაწილეობა, ეს იყო უკვე თურქეთში ფინალური საკვალიფიკაციო, სადაც საკმაოდ ძლიერი ათლეტები ღებულობდნენ მონაწილეობას და იქაც გავიმარჯვე. ეგ მეორე შეჯიბრი იყო. მესამე შეჯიბრი კიდევ თვენახევარში მივაყოლე, ეს იყო სარმად დიგუროვთან რუსეთში. ინტერესი იყო ჩვენ ბრძოლასთან დაკავშირებით, წინა შეჯიბრიდან გამომდინარე. ისე მოხდა, რომ იქ წინა შეჯიბრზე იდეაში მე მოვიგე, მაგრამ მე მსაჯები რაღაც იდაყვის აწევის ფაქტი დააფიქსირეს და ანუ ისე მოხდა, რომ შემდგომ რამდენჯერმე კიდევ გადამაწევინეს ხელი. მე ჩავთვალე, რომ არასამართლიანად წამაგებინეს იმ შეჯიბრზე ფოლებით. და სხვაებიც ფიქრობდნენ ას ჩემსავით და მანდიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ვენდეტა უნდა გადაგვეწია. მესამე შეჯიბრი ზუსტად სარმად დიგუროვთან გადავწიე და გავიმარჯვე მაგ შეჯიბრშიც და მეოთხე შეჯიბრი იყო თბილისში ჩატარდა, თუ გახსოვთ, თბილისის თასი იყო, სადაც ჩემი კატეგორიაშიც მივიღე მონაწილეობა და აბსოლუტურშიც საკმაოდ ისეთი ბრძოლები ჩავატარეთ ენეიშვილთან. ხო. და ეს ზედიზედ 4 შეჯიბრის გადაწევა ჩემი ხელისთვის ცოტა მეტი აღმოჩნდა. და როგორც კი ჩავამთავრე ეგ შეჯიბრი, დამიწყო ტკივილები. არ მივაქცია ყურადღება, სტანდარტულად კლავჭიჩი ხო ესე ხდება, რაღაცა დრო გჭირდება, რომ ასე რომ ვთქვათ, დაისვენოს ხელმა, მაგრამ დავაკვირდი, რომ დასვენებით არ გამდიოდა რა ტკივილი და მას შემდეგ დაახლოებით წელიწადნახევარი მკურნალობა მომიწია. და საკმაოდ ისეთი ტრავმა მქონდა, რომ პრაქტიკულად ხელის გადაწევას არ შემეძლო. ეხლა რა ეტაპზეა ტრავმა? ეხლა ბევრად უკეთესი მდგომარეობა მაქვს, უკვე დავიწყე აქტიური სპარინგები. უკვე რამდენიმე ძლიერი ისიც ჩავატარე, ასე რომ ვთქვათ, აქტიური სპარინგ სესია.
და ვატყობ, რომ იმდენად არ მიშლის, რაღაც ბოლომდე არ მაქვს გაყვანილი ტკივილები, მაგრამ უკვე ბრძოლის საშუალებას მომცემს. ამიტომაც დაუბრუნდი უკვე აქ, ანუ ვარჯიში თიდიაში არც გავჩერებული ვარ, სულ ვარჯიშობდი, უბრალოდ კარგად ვიცით, რომ ხომ კლავჭიდი ისეთი სპორტია, თუ ხელზე არ იმუშავე, ხელი არ წიე, შენს ასე რომ თქვა საუკეთესო ფორმას ვერ დააფიქსირებ და აი მაგაში მიშლიდა ზუსტად ხელს და ეხა უკვე შემიძლია რომ ხელი ვწიო, ვიმუშაო. ერთი რაც ასე რომ თქვა ამ ტრავმამ მაიძულა იყო ის, რომ წონის კლებას ვეღარ ვახერხებ, ანუ 85-ში შეიძლება ჯერჯერობით დაკლებას არ ვფიქრობ და 95-ში ეხლა ჩემი ამჟამინდელი წონა 95 კილო არის და შეიძლება რამდენიმე შეჯიბრი ამ წონაში მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ წონის კლება ასე რომ თქვა სახსრებიდან ის სითხის გამოყვანა, კუნთის მასის დაკარგვა შეიძლება ისევ ნეგატიურად აისახოს ჩემს ტრავმაზე. და ვფიქრობ, რომ რამდენიმე შეჯიბრს 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში მივიღებ მონაწილეობას. არის ახლა რამდენიმე საინტერესო შეჯიბრი, რომელზეც ვფიქრობ გამოსვლას. AMC არის ჩანიშნული 30 მაისს, მაგრამ სამწუხაროდ ეს დრო არ მყოფნის მოსამზადებლად. ამჟამინდელი ფორმა ნორმალურია, მაგრამ ახლა ის მაგ დონის ტურნირზე AMC აქტიური თუ იყო არც მოხსნა. კი, დაბრუნდა AMC. AMC არასტაბილური არის იმ კუთხით, რომ ხშირად გადადებენ ხოლმე შეჯიბრს, მაგრამ წელიწადში 2-3 კარგ ღონისძიებას ატარებენ და საკმაოდ მაღალი კონკურენციაც არის ხოლმე. გარდა მაგისა არის კიდევ რამდენიმე შეჯიბრი ევროპის მასშტაბით ჩანიშნული და შეიძლება ეს თავის გამოცდის კუთხით იქ მივიღო მონაწილეობა. რაც მთავარია, ველოდები ის თვესტში ხელის გადაწევას მე ოფიციალურად მეკუთვნის მატჩი უკვე მეორე წელი არის და ორგანიზატორებიც პირდებიან, რომ უნდა ჩამენიშნოს. სხვათა შორის ამერიკის ვიზაც ავიღე მაგ მიზნობრიობით, რომ თუ იქნება მაგისი შემოთავაზება, მივიღო მონაწილეობა ის თვესტის ღონისძიებაზე თვითონ ამერიკაში. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგ ყველაფერამდე მივალთ, მაგრამ რეალურად მე რაც შენზე ვიცი და ძალიან ბევრი რამე ვიცი. შენი კლავჭიში გამოჩენა, შენი საწყისი ეტაპი. აი ეს ყველაფერი მინდა რომ მოუყვე ჩვენ აუდიტორიას, მე ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს, იმიტომ რომ პირადად, შეიძლება სუბიექტურიც იყო, მაგრამ შენი დაწყებიდან დღემდე ყოველწლიურად ვიყავი შენი კარიერით, იმიტომ რომ ვალა იყო ადამიანი, რომელთანაც შეგეძლო მისული იყავი და კომპეტენტურად პასუხიც მიგეღო. დღეს ახლა ლექტორიც არის ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარი დარბაზიც აქვს, ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ასე რომ ვთქვათ, გამოცდილი კლავჭიდელია საქართველოში და ანუ ამ გადაცემისთვისაც ჩათვალე იდეალური სტუმარი ხარ. უბრალოდ მინდა რომ დავიწყოთ თავიდან, საიდან დაიწყე, რა ეტაპები გაიარე და აი შენი შესახებ რომ მაქსიმალურად ისეთი ინფორმაცია მოგაწოდე. ხო. საინტერესო არის ის, რომ მე საერთოდ არ ვიყავი სპორტით დაინტერესებული და არც ერთ სხვა სპორტის სახეობაში არ ვებულობდი მონაწილეობას. პირდაპირ დავიწყე კლავჭით. ანუ ვარჯიში დავიწყე და სახლის პირობებში რამდენიმე თვე ზოგადად ფიზიკური გაჯანსაღების კუთხით და როგორც კი დარბაზში მივედი, ეგრევე დავიწყე კლავჭიზე სიარული. мотивация იმან მომცა, რომ ზოგადად უფრო მაგ პერიოდამდე სწავლაზე ვიყავი აქცენტირებული, მაგრამ სპორტი ყოველთვის მომწონდა, თვალს ვადევნებდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მინდოდა რაღაცა სპორტის სახეობაში ჩაბმა. და უბრალოდ ის ფაქტორი იყო, რომ უკვე ვიყავი 16 წლის და ბევრი სპორტის სახეობა საკმაოდ რთული არის მაგასაკიდან რომ განვითარდე. ხა ჭიდაობა, ფეხბურთი და ასე შემდეგ უფრო დიდ სტაჟს მოითხოვს, ან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყო ექსპორტის სახეობები და მივიღე მონაწილეობა შეჯიბრში, საერთოდ ესე მომზადებლად გორში ტარდებოდა შეჯიბრი გორობას და მომეწონა ჩემი გამოსვლა, მეორე ადგილზე გავედი, ჩემმა ძმაკაცმა მომიგო, ლევანი გვინიაშვილმა, მივესალმები აქედან. და ძალიან დამაინტერესა ამ სპორტმა და პირდაპირ დავიწყე ვარჯიში. ოღონდ
ძალიან პროფესიონალურად მივუტექი, იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ 16 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ვარჯიში და 17 წლის ვიყავი უკვე ევროპა რომ მოვიქე, ძალიან კარგად განვითარდი მაგ მიმართულებით. სწორედაც ვარჯიშობდი, ამ გადმოსახედით, მონდომებით ვიყავი, მაინც ხო იცი თავიდან რო იწყებ, სხვა ამბიცია გაქვს, სხვა მოტივაცია გაქვს. ძალიან ბევრს ვარჯიშობდი დარბაზში ცალკე, სახლში ცალკე და აღმოჩნდა ისე, რომ მერგებოდა კიდეც ეს, ასე რომ ვთქვათ, გენეტიკურად აღმოჩნდა, რომ ჩემთან ახლოს იყო ეს სპორტი და აი ეს ერთწლიანი ვარჯიშის მერე ცოტა რთული სიტუაცია იყო, მაშინ ესე ოფიციალურად საქართველოს არ ტარდებოდა ნაკრებში, რაღაც დაპირისპირებები იყო და არ ვიცოდით ევროპაზე საერთოდ მიდიოდა თუ არა ნაკრები. კარგი ფორმა მქონდა, იველოდებოდი, მზად ვიყავი და როგორც კი ამის საშუალება მოგვეცა, ძალიან რენდომად დაიგეგმა ეს პრიბიტკების ჩატარება. ასე რომ ვთქვათ, მარტო აქტიურ სახეებს დაგვიკავშირდნენ, ჩატარდა პრიბიტკები და ორივე ხელში გავიმარჯვე პრიბიტკებში და წავედით 2000 ეს იყო რომელი წელი 16 წელი პირველად შეჯიბრზე რუმინეთში, სადაც მაგ პერიოდში 18 წლამდე კატეგორიაში ვღებულობდი მონაწილეობას 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გავიმარჯვე მარცხენა ხელშიც, მარჯვენა ხელშიც, შემდგომ უფრო დიდი დაბრუნების მერე უფრო დიდი მოტივაციით მივდექი და მსოფლიოც მოვიგე ორივე ხელში. შემდგომ უკვე გადავედი 21 წლამდელებში. უბრალოდ ჩემი პრობლემა ის იყო, რომ ძალიან აკვიატებული მქონდა, რომ წონის კლების ორგანიზმი მთხოვდა წონის მომატებას, მაგრამ ვაიძულებდი და სადღაც 73 კილოგრამიდან ვიკლებდი ხოლმე 60 კილოში და ძალიან მიჭირდა. თან ახლა აღნაგობა პრაქტიკულად ეს აღნაგობა მქონდა, კუნთები არ მქონდა ამ ხელით, თორე სიმაღლე, ხელის მტევანი, იგივე გაბარიტებით ვიყავი რა, უხეშად რო ვთქვა. და ძალიან მიჭირდა. 21 წლამდელებში პირველ წელს მარცხენა ხელში გავაკეთე მეორე ადგილი. მარჯვენა ხელში ვერ გადავწიე საერთოდ. და მე ძალიან გამიჭირდა დაკლება, ცუდად გავხდი. პრაქტიკულად მივხვდი, რომ შემდგომ დაკლებას ვეღარ შევძლებდი 60 კილოში და გავაკეთე ნახტომი. ძალიან მოკლე პერიოდი იყო ევროპიდან მსოფლიომდე და ავედი 70 კილოგრამში. ორი კატეგორიით მაღლა. 70 კილოგრამში ჯერ პრიბიტკა გადავწია აქ, მარჯვენა ხელი მოვიგე. მერე მივიღე მონაწილეობა, ეს იყო უკვე 2000 მე დაზირაქამ მივიღეთ ერთ კატეგორიაში მონაწილეობა, ერთხელ ვართ ერთ კატეგორიაში რომ მოვყევით. ეს არის 2017 წელი არის. ხო, 2017 წელი არის უნგრეთში. ზირაქა მეორე ადგილზე გავიდა, მე მესამე ადგილზე გავედი. მოლდოველმა მოუგო მე ზირაქა სტუდერიანი. ხო. და მას შემდეგ ისევ უკვე ეს მივხვდი, რომ ეს წონა ჩემთვის კარგი იყო, 70 კილოგრამი, მე ზირაქაზე მოთავიდა, მანც თავის უშველა. და გავაგრძელე ასპარეზობა 70 კილოგრამში, საკმაოდ კარგად. შემდეგ წელს 2018-ში მე და გოჩა ვიყავით და ხო, ჩვენი გადაწევები. მე კიდე 2018 წლის გაზაფხული იყო ევროპა მოვიგე, მარჯვენა ხელი მოვიგე, მოგონი მარცხენაც მოვიგე, აღარ მახსოვს ზუსტად. ხო. და ეგეთი რაღაცები რო გერევა. ხო. ყველაზე ესეთი საინტერესო შეჯიბრი ჩემთვის იყო 2018 წლის თურქეთის ჩემპიონატი, სადაც ვღებულობდი მონაწილეობას როგორც 70 კილოში 21 წლამდელებში, ასევე დიდებშიც მიწევდა გამოსვლა. და ესე იგი მარცხენა ხელი ვერ გადავწიე რაღაც 21 წლამდელებში, მარჯვენა მოვიგე და დიდებში ძალიან ისეთი
თავისუფლად გამოვედი მარცხენა ხელში მიწევდა გამოსვლა და ძალიან კარგად წიე სტრესის გარეშე მესამე ადგილზე გავედი. ჩერკასოვმა მომიგო ორივე გადაწევა რა მარცხენა ხელში, მაგრამ ძალიან მაგარ სპორტსმენებს მოუგე. აქტაევი მყავდა მაშინ კატეგორიაში და საერთოდ არ ვიცოდი აქტაევი ვინ იყო და ძალიან ის მე მარჯვენა ხელში ძალიან მაგრად მქონდა მომზადებული, უბრალოდ ცუდი გადაწევები მომიწია. ორივე შეხვედრა აქტაევმა მომიგო, ანუ ძალიან ვიცით ალბათ ყველამ რომ ძალიან სწრაფი არის. და ანუ ორივეჯერ ისე მომიგო რომ საერთოდ ჩართვა ვერ მოვასწარი, თორე ფიზიკურობა ძალიან მაღალი მქონდა. მაგ შეჯიბრზე სხვათა შორის მოუგე ჩერკასოვს. ერთ-ერთი ლიდერი იყო ხოლმე 70 კილოგრამის მაგ პერიოდში და აღმოჩნდა რომ ჩემს ასე რომ ვთქვათ გადაწევას კარგად ერგებოდა მაგის გადაწევა და გავიმარჯვე და 2018-ის მერე ერთხელ ვიყავი გამოსული კიდევ ეს უკვე შემდეგი ეტაპია რომ ისევ ასე რომ ვთქვათ წონა მაღლა მიმდიოდა და ისევ კლებისკე ვაიძულებდი ჩემ თავს 2019-ში მესამეზე გავედი და მაგის მერე უკვე დაიწყო პანდემიის ეს პერიოდი, როცა ყველაფერი ჩაგვდა. და პრაქტიკულად მაგ პერიოდის მერე როგორც ასეთი ევროპა მსოფლიოზე აღარც მიმიღია მონაწილეობა, უკვე კომერციულ შეჯიბრებზე დავიწყე სიარული. კომერციული შეჯიბრებიდან დუბაიში იყო რაღაც შეჯიბრი, ხო. და ჩემი მიზანი იყო მაგ პერიოდში გამოჩნდა უკვე სისტვესტი ძალიან ესეთი ცნობილი ორგანიზაცია ხო ერთიმ რო შექმნა რა თქმა უნდა ყველა მკლავჭიდელს ახლა სურვილი გაუჩნდა რომ მათ მონაწილეობა მიეღო და ჩემი მიზანიც ეგ გაჩნდა რომ აი სისტვესტზე მინდოდა მონაწილეობის მიღება ანუ ახლა რა თქმა უნდა რაღაცა კონკრეტული იმით არ ხდება მანდ ხო შერჩევა უნდა გამოჩნდეს სხვა შეჯიბრებზე რაღაც ინტერესი წამოვიდეს და ის უფიქრობდი რომ როგორ შემიძლია რომ რომელ ტურნირზე გამოვჩნდე ეხლა კარგად არის სიტუაცია იმიტომ რომ ხშირად ტარდება მაღალი დონის შეჯიბრები იმ პერიოდში არ იყო ეგეთი სიტუაცია და ველოდებოდი რომ რამე საინტერესო შეჯიბრი ჩატარებულიყო ძალიან კარგი ფიზიკური ფორმა მქონდა და ჩატარდა რუსეთში მაშინ ეს AMC მე მგონი პირველი თუ მეორე ჩატარება იყო აღარ მახსოვს მაგრამ ძალიან მაღალი კონკურენცია იყო ქართველებიც ბევრი ვიყავით წასულები ზურაბ თავბერიძემ მაგ შეჯიბრზე მოიტეხა ხელი ზურაბმა წინა შეჯიბრებზეც მიიღო მონაწილეობა და ძალიან ის მაღალი რეიტინგი ჰქონდა ეხა იქ კატეგორიაში ყველა დაამარცხა და აი მაგ შეჯიბრზე წავედი მე პირველად ძალიან მაგარი მომზადებული ვიყავი ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებული და პრაქტიკულად ყველა დავამარცხე ანუ მიყოლებით მე დაფიქსირდა ეს ფინალი იყო უკვე ეს ფაქტი სარმატ დიგუროვთან რომ ანუ იდეაში გავიმარჯვე გამოცხადდი როგორც გამარჯვებული უბრალოდ რაღაც ხუცი მაინც იმხრობა ხო რუსეთი იყო საჯეც რუსი იყო ის და აღმოჩნდა ისე რომ რაღაცა მაჩვენეს რომ ანუ მოგებამდე ჩემმა მოწინააღმდეგე მინდაყვი აწია მოგებამდე და ფოლი მისცეს და ეხლა ჩემზე ამან ძალიან ფსიქოლოგიურად ის დიდი ის მოახდინა მე უკვე სხვანაირად მომიდგნენ რაღაც გასწორების დროს იმის დროს დავიყალე და იდეაში ჩემთვის არც მოუგია ანუ ფოლით და იმით წამაგებინეს მაგრამ წაგება არის და ძალიან ისე ვიყავი ადგილზეც დავაფიქსირე ბევრმა დააფიქსირა ხო ბევრმა დააფიქსირა რომ არ იყო ეს სამართლიანი გადაწყვეტილება და მანდიდან გამომდინარე მე გადაწყდა რომ ერთ წელიწადში დაახლოებით მას მერე უკვე ჩვენ შორის ვენდეტა უნდა შემდგარიყო საბედნიეროდ მე იმ ვენდეტაზე უკვე დამაჯერებლად მოვიგე 4-1 დავამარცხე. ხო. ანუ მაკედან გაჩნდა მე ისთვის ეს ფრედან ინტერესი. ხო, აი პირველად მაგ AMC-ზე იმდენად კარგი გამოსვლა ვაჩვენე. რომ ისთვის თვალში მოვხვდი და მიმიწვეს. უბრალოდ ისთვის-ზე ფერ გამოვედი კარგად
ორჯერ ასე რომ ვთქვათ, დავიმსახურე მიწვევა, მაგრამ ორივეჯერ ცუდად ვიასპარეზე და რამდენიმე მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. პირველი, რასაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაც არის, ანუ ყოველთვის ძალიან სწრაფად მიგეგმავდნენ მატჩს. ანუ პირველ შემთხვევაში თვე და ერთი კვირა მქონდა, ანუ აი AMC-დან რო ჩამოვედი და მატჩი შემომთავაზეს, მატჩამდე დარჩენილი მქონდა თვე და ერთი კვირა. ხა შეჯიბრის მერე ჩამოდიხარ, დასვენება გინდა, მერე თან როგორი მომენტი არის ხა აი ამ თვე და ერთ კვირიან მონაკვეთში შენ ფიზიკურად გაძლიერებას ვეღარ მოასწრებ. ანუ ვიცით ხო მთელი ციკლი არის ხო კლავჭიდში, რომ შეჯიბრამდე წონებს უნდა დააკლო, რაღაც ერთ კვირიანი დასვენება გჭირდება და აი ამ პროცესში მე იმდენად ვიყავი მოტივირებული და იმდენად მინდოდა ის თუ ეს მაღალი შედეგი დამედო, რომ ვიფიქრე, აი ეხა უფრო გავაუმჯობესებ, უფრო მეწონებს ავწევ და ჩემი თავი უფრო ასე რომ ვთქვათ, ხო, შეიძლება ხო. და მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩემთვის ზოგადად ტურნირის ტიპის შეჯიბრები უფრო მარტივი გადასაწევი არის, ვიდრე ვენდეტა. ანუ ჩემი მინუსი ასე რომ ვთქვათ არის ხელი მებერება მარტივად და ეხა როცა მაგალითად სტანდარტულ შეჯიბრზე ვღებულობ მონაწილეობას, ერთი გადაწევიდან მეორე გადაწევამდე 5-დან 10 წუთამდე დრო მაქვს, ანუ სანამ ახალი კრუგი დატრიალდება. ეს ჩემთვის დასვენებისთვის საკმარისი არის, მაგრამ ეხა ვენდეტის სტილში, როცა ყოველ 2 წუთში რო გადაწევა გიწევს, ეგ ძალიან პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო ეხა ის თუ ეს მეორე შეჯიბრზეც, ანუ სამუშიასთანაც და აიდარხანთანაც ერთი და იგივე ის მომივიდა, რომ ანუ გამძლეობა მაკლდა და ანუ პირველი გადაწევა მოვიგე, მაგრამ იმდენად დავკარგე მე ჩემი გამძლეობა. ნუ იდეაში მკლავჭიდი ეგეთი სპორტი არის, რომ გამძლეობა ძალიან გადაწყვეტი არის, ხო. ფაქტორი არის, მაგრამ დავითთან მეგონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეგეთი წინამდებობა გაუწია, თან რაღაც მაგდროს უკვე დასული ქონდა რამდენჯერმე და ძალიან ხო რა ის თუ ესე ანუ ეხლა გაქვს მოლოდინი რომ კი მას შემდგომ ხა მე მესმის ხა ორჯერ წაგება მქონდა, მაგრამ სპორტსმენის თავარი არსი მაგაშია, რომ არ უნდა დანებდე და ვეძებდი გზას, რომ როგორ შეიძლებოდა კიდევ მიმეყო მონაწილეობა და მაგ დროს შემოვიდა ზუსტად ეს პრინციპი საკვალიფიკაციო შეჯიბრები. გერმანიაში ტარდებოდა ეს საკვალიფიკაციო შეჯიბრი, მოვემზადე, ჩავედი, გავიმარჯვე, ავიღე ლიცენზია, რომ თავარ საკვალიფიკაციაზე მონაწილეობა მიმეღო. მე საქართველოში რო დავბრუნდი, საქართველოში პირველად ჩავატარეთ ეგ შეჯიბრი, ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ის თუ ესეთი საკვალიფიკაციო ტურნირი თბილისში, სადაც ძალიან ბევრმა მონაწილე მიიღო, შეჯიბრში მონაწილეობა ბევრმა ათლეტმა მიიღო. და ერთად წავედით მერე თურქეთში მაგ ფინალურ საკვალიფიკაციოზე. ფინალურ საკვალიფიკაციოც მოვიგე და ესეთი პირობა იყო, რომ ვინც ფინალურ საკვალიფიკაციოს მოიგებდა, მარჯვენა ხელში ხაზგასმული იყო გარანტია, ხო. მარჯვენა ხელში გარანტია იყო, რომ 1 წლის განმავლობაში მატჩი უნდა მიეღო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაღაც ისე მოხდა, რომ 1 წელიწადში ვერ მივიღე ეს გარანტირებული მატჩი. თან რაღაც ცვლილებების დაემთხვა ხო? და მე აი მაგ 1 წლის ბოლოს უკვე ცვლილებებიც დაემთხვა და მაგან განაპირობა ის, რომ იდეაში ჩემი საკითხმა გადაიწია და გადაიწია. ხო. ერთი კითხვი ასეთი კითხვით შემავალ. ბავშვობიდან აი რასაც ვლაპარაკობთ, ახლა მინდა ეს ყველაფერი რეალურად გათვლილია იმაზე, რომ ახალ თაობას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, სწორი მაგალითები მივცეთ და ნახე ბავშვობიდან იმ პირველი შენი დაწყებული ვარჯიშიდან ძალიან გამოირჩევა დისციპლინით. დღესაც მაქვს ის რუეული, რომელიც შენ მაჭუქე, მაშინ მე უკვე დიდი ხანი იყო რაც ვასპარეზობდი, მაგრამ ვალა რო გავიცანე, ასე რომ ვთქვათ, მაშინ რამოდენიმე რჩევა მომცა და ერთ-ერთი რჩევა იყო, რომ ბევრ დარბაზში დავდიოდი. ერთი დარბაზი არ მქონდა რა და სადმე შენი ბუნაგი იპოვეო, სადაცო სრულად მოემზადებიო და დღესაც შენახული მაქვს. უბრალოდ ანუ ამით რა თქმა უნდა, მაშინ გამყურება გამოიწვია, მაგრამ იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვათ, ეხლა შემდგარი სპორტსმენი რო ხარ და დამწყები სპორტსმენი ასეთ რჩევას რო გაძლევს, ხო ხდები
რადიკალურად ანუ აი კითხვის ნიშნები გამიჩინა ჩემ თავთან ძალიან ბევრი. აი მინდა აი ამ შენ დისციპლინაზე ვისაუბროთ, ამ შენ მომზადებაზე ვისაუბროთ. აი 16 წლის იყავი, როცა კლავჭიდი დაიწყე, სპორტთან არანაირი შეხება არ ქონია. იმის მე გახდი მრავალგზის ჩემპიონი და დღეს უკვე ხარ ლექტორი და უკვე სხვა ხარისხიან მწვრთნელებს აქეთ ამზადებ. ანუ აი დისციპლინაზე, ამ ასე რომ ვთქვათ და მაგასთან ერთად სწორად დაგეგმიარებაზე, რომ შენი ასე რომ ვთქვათ, რაღაცა აზრი რო გითხრა, ახალგაზრდა თაობისთვის, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის როგორ დაიწყონ თუნდაც. ხო. დისციპლინას რაც შეეხება დისციპლინის გარეშე ვიცით, რომ ახლა წარმატებას არის ახლა კლავჭიდში ისეთი სახეები, ვინც ვიცით, რომ გენეტიკურად ძალიან დაჯილდოვებულები არიან. ცუდი გენეტიკა არ მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისეთი გენეტიკა მქონდა, რომ მაგის ხარჯზე შემეძლო მოგება. ანუ შრომა ჩემთვის იყო პრიორიტეტული. და აი ზუსტად ეს ხა ეს როეულზე რო ხაზი გაუსვა, ესეთი მიდგომა მაქვს რაღაც საკითხს რო მიუდგები, ანუ ზერელეთ არ მიყვარს რაღაც საკითხზე არ მიუდგები ზერელეთ თუ რაღაცით დავინტერესდები იმ საკითხს ბოლომდე შევისწავლი და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ მაგ მიმართულებით. აი როეული დღემდე მაქვს ეგ ჩვევაში გადასული. როცა ამზადებას ვიწყებ, ყოველთვის ვინიშნავ ჩემს მდგომარეობას, როგორი მდგომარეობა მქონდა და მახსოვს აი კლავჭიდზე ვარჯიში რო დავიწყე, პირველი დღიდან მოყოლებული, ყველა ვარჯიშის მერე, ანუ ჯერ ვარჯიშზე დაახლოებით რას ვარჯიშობ, მაგას ვინიშნავ, წონებს, მომზადების დროს როგორ უნდა განვითარდე, დაახლოებით პროგნოზებს ვაკეთებ და ძალიან საინტერესოა ასევე მდგომარეობის შეფასება. აი, ვიცით ხო, მომზადების პერიოდში რაღაც სირთულეებს ვაწყდებით, ხან შეიძლება რაღაც ტრავმა გქონდეს, რაღაც აი სპაცს რასაც ვეძახით, რომ ხელი არ გვაძლევს კარგი გადაწევის საშუალებას. და აი მაგ ყველაფერს ვინიშნავ, რომ დაახლოებით ამ მომზადებაში რამდენ ხანში გამივიდა ეს ტრავმა, რამდენ ხანში გამივიდა ეს პადური ტკივილი, რომ შემდეგ შეჯიბრებზე ყველაფერი გავითვალისწინო. ან თუნდაც ამ მომზადებაში რომ რაღაც ვარჯიშებს ამ წონით ვაკეთებდი, შეჯიბრზე როგორ მომიხდა და ასე შემდეგ. ხო, აი რაც შეეხება დისციპლინას, ვარჯიში რო დავიწყე, მახსოვს, რომ დაახლოებით 1 წლიან ჭრილში პრაქტიკულად ვარჯიში გაცდენილი არ მქონდა. იმიტომ რომ მაშინ უფრო ისეთი აღქმა მქონდა, ვარჯიშს რო გავაცდენდი, ანუ თითქოს აღარ ვიმსახურებდი მე შეჯიბრის მოგებას, რაღაც ესეთ ასოციაციას ვაკეთებდი და მახსოვს რამდენიმეჯერ აი შეჯიბრი პირველი შეჯიბრებზე ვსაუბრობ, რომ წამიგია იმდენად განცდა მქონდა სხვანაირ, რომ აი ცუდად გამხვდა, რომ არ სიცხე მქონია ნერვიულობისგან და განცდისგან. მაგრამ მე ეს გამოცდილებასთან ერთად სწავლობ, რომ შეიძლება ხა 3 თვეში და 4 თვეში ჩემპიონი ვერ გახდები და შენამდე ვიღაცას ცვლები აქვს, ხო, ნავარჯიშები და ეს ჩვეულებრივი მომენტი არის სპორტში. და ეხლა შედარებით უფრო გამოცდილი ვარ მაგ კუთხით, მაგრამ სპორტი ძალიან საინტერესო არის, ყოველთვის რაღაც სიახლეებია და მეტ და მეტ, ასე რომ ვთქვათ, სწავლას მოითხოვს და აი ჩემი ერთი მიმართულება კიდევ რაც არის ეს სპორტთან დაკავშირებული რაც იყო, თუნდაც სპორტული საკვები დანამატები, თუნდაც ეს სავარჯიშო ტექნიკები, ზოგადად ყველა სფეროთი დავინტერესდი. ანუ რჩევებს ვეკითხებოდი ჩემს გარშემო ხალხს, რასაც ხვდებოდი რომ არ იყო ცოდნა იმ საკითხზე, ხო? თუნდაც საქართველოში არ იყო, აი სხვა რესურსებით ვცდილობდი და ძალიან ბევრი კურსები, სწავლაც მე მაგ მიმართულებით შევატრიალე და ერთიანობაში უკვე ხო დღეს ხა ჩემი ზოგადად პროფესია არის სპორტული ნუტრიციოლოგია, მაგ მიმართულების განათლება მაქვს. მაგ მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს მომავალი ტრენერებისთვის. და ეს ყველაფერი დიაში მეხმარება, რომ ერთიანობაში ხა ჩემი მომზადებისთვისაც, სხვისთვისაც ვიცით, რომ დღეს სპორტი მარტო ვარჯიში არ არის, იმას მე შესაბამისი კვება, აღდგენა, საკვები დანამატები, სამკურნალო პრეპარატები სჭირდება და ეს ერთიანობაში უკვე რაღაც წარმატების ფორმულას წარმოადგენს. მე ჩემი თავიდანვე მაგ განწყობით დავამოტივირო, აი ყველა მიმართულებით რაღაც ცოდნა უნდა გქონდეს და შენთვისაც და სხვისთვისაც ეს საბოლოოდ კარგი იქნება. აი წაღანაც ახსენე, რომ აი საწყის ეტაპზე უფრო სწავლაზე ვაკეთებდი, რაღაც ორიენტირი მაკეთ მქონდა მიმართულია.
და ეხაც როგორც ამბობ, ანუ მაგის მერეც აგრძელებდი განათლებასაც და პარალელურად სპორტსაც. აქამდეც გვისაუბრია, მაგრამ შენგან საინტერესო იქნება მაგის მოსმენა, როგორ უნდა შევძლოთ ზოგადად ის და დამწყებებსაც ალბათ გამოადგებათ, რომ აი ორივე მხარეს რაღაც ოქროს შუალედი დაიცვარა, იმიტომ რომ საჭიროა რეალურად სპორტსმენი რო ხარ არნიშნავს იმას, რომ განათლებად მით უმეტეს ახლა შენ რასაც საუბრობ, ეგ გჭირდება შენივე სპორტში, რაღაც ნუტრიციოლოგია ხო დაუშვათ გამოგადგება. აი როგორ უნდა მოვახდინოთ მაგის ბალანსი, რომ არც იქით გადაგვეხაროს ეს არის არც აქეთ და იცი რა არის აი სწავლაში სწავლა ესე უხეშად რო ავიღოთ 10 ადამიანიდან 3-4 ადამიანს შეუძლია რომ კარგად ისწავლოს, ხო? სპორტი ისეთია, რომ 100-დან შეიძლება ერთი იყოს გამორჩეული, რომ აი ჩემპიონობა შეძლოს, ხო? იდეაში ადამიანმა რომელმაც თავის თავში გააერთიანოს ორივე მიმართულება, რომ აი სწავლითაც წარმატებას მიაღწიოს და სპორტითაც წარმატებას მიაღწიოს, არის ძალიან რთული. თან იმის გათვალისწინებით, რომ საუბრობთ კლავჭიდზე, სპორტზე, რომელიც საქართველოში ძალიან განვითარებული არის დაინტერესების კუთხით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსურად ეს არ არის სპორტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს. ყველაზე კარგ სიტუაციაშიც, რომ პრაქტიკულად ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო, მაინც იმხელა შემოსავალს არ გაძლევს, რომ აი სხვა საქმეების ყურადღება არ მიაქციო, რა მე ესე ვფიქრობ. ამიტომაც აი როგორი ფაქტორი შემოდის, იცი? წარმოვიდგინოთ მოტივირებული დამწყები სპორტსმენი, რომელმაც კლავჭიდზე ვარჯიშიც დაიწყო, სწავლაც უნდა, მაგრამ არის კიდე ფინანსური საჭიროებები, ხო? აი ეს უკვე პრობლემას ქმნის. ამიტომაც მარტო აქცენტირება, რომ მარტო სპორტზე არ გვაძლევს კლავჭით იმის საშუალებას, რომ მარტო სპორტზე იყო აქცენტირებული, რაღაცა დამატებით ის გჭირდება, რომ შემოსავალი ეს ძალიან ბევრი საჭიროების მქონე სპორტი არის. ანუ ვერ იტყვი, რომ მომზადებისთვის დიდი ფინანსური რესურსი არის საჭირო, თუნდაც დანამატების სახით, თუნდაც ის სულ რაღაცა ტრავმის ასე რომ ვთქვათ მომენტი აქვს. ამ ტრავმას მერე სჭირდება შესაბამისი დიაგნოსტიკა, ექიმთან მუდმივად უნდა იმკურნალო. ანუ ეხლა ძველ სპორტსმენებზე რო ვისაუბროთ, აი ძალიან ბევრი მაგარი სპორტსმენი არის დღეს, ვისაც ტრავმის გულისთვის ძალიან დიდი შეფერხებები აქვს და ჰქონდა. ძველ სპორტსმენებზე უსმევ ხას, იმიტომ რომ აი როგორი მომენტი იყო, იცი რაღაცა სიტკენდნენ და გაგვივლის და ანუ აქ შეიძლება ფინანსური მომენტი იყოს, შეიძლება არც იყოს ფინანსური, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ რაღაცა ჩაამთავრე შეჯიბრი გაწუხებს, მოდი მიდი გადაიღე, შეხედე, იქნება იმ ეტაპზე შეიძლება ძალიან ერთ კვირაში მოგვარებულიყო ეს პრობლემა და დროთა განმავლობაში უკვე ისე პრობლემდება, რომ შეიძლება მე თვითონ წლობით ხო ქრონიკულში გადადის და წლობით დასჭირდეს ამას უკვე კურნალობა და ის. ამიტომაც ისეთი სახის სპორტთან გვაქვს საქმე, რომელიც ასე თუ ისე ფინანსებს საჭიროებს და აი ძალიან რთული არის ეს ალბათ ბევრს პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ თან უნდა იმუშაო, ამ შემოსავლთ ახლა ჩვენ ეგ გზა გავლილი გვაქვს. ახლა შენი ისტორია არ ვიცი, მაგრამ ახლა გიორგის ისტორია ძალიან კარგად ვიცი და ჩემ თავზეც, აი მე რაც შემიძლია ვთქვა, ჩემ თავში ვაკეთებდი ყოველთვის დიდ ინვესტიციას რა. ერთ-ერთი წარმატების ასე რომ ვთქვათ, საფუძვლის გასაღები ეგ არის ყოველთვის, იმიტომ რომ შენ თავში აუცილებლად უნდა ჩადო ის ინვესტიცია, კვება ძალიან მნიშვნელოვანი არის, დანამატები ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერმა მე სამომავლოდ უკვე შედეგი უნდა დაგადებინოს შეჯიბრს ახლა. მე იყო რამდენიმე მომენტი, როცა აი თუნდაც ტურნირები ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის, იმიტომ რომ შენ უნდა ჩახვიდე რომელიღაც ქვეყანაში, იქ სასტუმრო აიღო, ფრენის ხარჯები, შეჯიბრზე გამოსვლის საწევრო, ეს უკვე რაღაც ბიუჯეტზე გადის. ამიტომაც ეს ყველაფერი ფინანსებს მოითხოვს. ანუ ყველაზე კარგი ვარიანტი გაქვს შენ მოძებნილი, იმიტომ რომ განათლებაც ეხება იმ სფეროს, რაშიც ხარ და ნუ მე იყენებ შენ თოზეს, ხებსაც ასწავლი ამით.
რაღაც დაკავებულიც ხარ საინტერესო რაღაც თემებზე საუბრით და მე ლექტორობა მეც გამიგია და მინახავს შენი ვიდეოები რომ სხვა რაღაც უკვე წარმატებულ სპორტმენებს თრნელებს ამზადებ მაგ მიმართულებით და განათლებას აძლევ და საინტერესოა რა ანუ როცა რაღაც განათლების სფეროში ჩართული ხარ და სპორტსაც თავის დროს უთმობ კარგია და ხო ალბათ ეგ უნდა გაითვალისწინო რომ მოძებნო რაღაც მომიჯნავე მიმართულება რაც კავშირში იქნება მკლავჭიდთან. ვისაუბრეთ ნუტრიციოლოგიაზე, შენს შეჯიბრებზეც ყველაფერზე და ამასთან ერთად შენ დაკავებული ხარ ასევე შეჯიბრების ამბებშიც ჩართული ხარ. მე მაგალითად დღეს გავიქე რომ ის კონკრეტული შეჯიბრი ისთვის საკვალიფიკაციო თბილისშია ჩატარდა, შენი ჩატარებული იყო, შენი ორგანიზებით იყო ჩატარებული. თან ახლა ამავდროულად გავაჟღეროთ ის წინა ვიდეოში ვახსენეთ, ბათუმში შეიძლება ჩატარდესო და ახლა დაადასტურეს, რომ იქნება აგვისტოში ისთვის 25 ჩატარდება აქ. მაგალითად რო გითხრა შენი აზრი და ზოგადად აი მაგ სფეროში რა ხდება საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს რაღაც გეგმები, რომ შეჯიბრები ჩავატაროთ. და თუ გაქვს კიდე რამე გეგმები შენ რა. მოკლედ, ჯერ წარსულზე რო ვისაუბროთ, რა შეჯიბრებით ჩავატარე. ეხლა საქართველოში იმდენი დაინტერესებული ადამიანია მკლავჭიდით, იმდენი ახალგაზრდა სპორტსმენი არის, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს და მაღალი დონის შეჯიბრები უნდა ტარდებოდეს ნამდვილად და აი ზუსტად მაგის გულისთვის რომ მე მინდოდა ისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება და ანუ ვფიქრობდი რომ ანუ გერმანიაში ტარდება, აი ჩატარდა, შვეიცარიაში ჩატარდა და ქართველმა სპორტსმენებმა რომელსაც ეხა რაღაცა შემოსავალი ჯერ იმდენი არ აქვს როგორ უნდა შეძლოს მე ხა დავგეგმე და რაღაც ფინანსური ის გავიღე რომ გერმანიაში უნდა წავსულიყავ და რატომ არ უნდა ჩატარდეს ესეთი შეჯიბრი საქართველოში აი ესეთი ასე რომ ვთქვათ ჩემ თავთან კომუნიკაცია მქონდა და всё გადავწყვიტე რომ მე ჩავატარებ ამ შეჯიბრს საქართველოში დაუკავშირდი ენგინს დამრთო ნებართვა ავიღე და ჩავატარებ მოვიძიე სპონსორები ძალიან მაღალი დონის შეჯიბრი ჩავატარე დიდი ხანი ვგეგმავდი და საკმაოდ ბევრი მონაწილეც ყავდა თბილისში ჩავატარეთ უნივერსიტეტის შენობაში და თუ სწორად მახსოვს 200 მონაწილე მაინც ყავდა მაგ შეჯიბრზე ძალიან ბევრი მონაწილე იყო სპონსორებიც მოვიძიე და ძალიან კარგი პირობები შევთავაზეთ ანუ ყველა ვინ შეჯიბრს მოიგებდა ანუ ამ ლიცენზიას აიღებდა რომ ისთვის გამოსულიყო პირველ ნომრებს უყიდეთ ბილეთიც და სასტუმროც აუღეთ უკვე იმ თავარ შეჯიბრზე რომ მონაწილეობა მიეღოთ. წარმოტებით ჩავატარეთ ეგ შეჯიბრი. მე მანამდე გერმანიაში ჩავედი და იქ გადავწე, იმიტომ რომ არ მინდოდა იმ შეჯიბრზე გამოსულიყავი, რომლის ორგანიზატორიც ვიყავი. და წარმოტებით ჩავატარეთ ეს შეჯიბრი და შემდგომ იმ თავარ შეჯიბრზეც რო ჩავედით, ძალიან ჩვენმა გუნდმა ასე რომ ვთქვათ, ამ შეჯიბრის გამარჯვებულმა ხალხმა ძალიან კარგი შედეგები დადო. სავრაშვილი იყო ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენი, აზატ აბაგარი, ვასილ დაუთაშვილი, ხო, ძალიან ბევრნი ვიყავით და მაგ შეჯიბრის შემდგომ უკვე დავგეგმეთ მეორე შეჯიბრის ჩატარება ბათუმში, სადაც ჩემი ძმაკაცი, პარტნიორი, ფარვიზი დაგვეხმარა ძალიან ასე რომ ვთქვათ, დიდი საქმე გააკეთეს ბიჭებმა, ფარვიზმა, ხიმშიაშვილმა, ჩვენმა მკლავჭიდელმა ძმაკაცებმა ლევანმა პოვოსიანმა აი ესე ერთობლივია ძალისხმევით სპონსორები მოუძებნეთ და ძალიან ანბლად მას შემდეგ შეიძლება ეგეთი შეჯიბრი არ ჩატარებულა საქართველოში შეიძლება არ ჩატარებულა იმიტომ რომ სადღაც 350-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა შეჯიბრს და 150-დან 200-მდე მონაწილე იყო აი ზუსტად არ მახსოვს ხა რიცხვები მაგრამ მთელი დარბაზი სავსე იყო ამ შეჯიბრზე დამსწრეთ ჩამოვიყვანეთ მოწვევით სპეციალური მოწვევით თვით თონ ენგინიც რო შეეხედა რაღაცა ძალიან კარგი პრიზები გქონდა მაღალი ბიუჯეტური შეჯიბრი ჩავატარეთ და კარგი ორგანიზებაც იყოს და კამრებიც გავათამაშეთ კი ბატონო და რა თქმა უნდა ამ კამრებთან ერთად ასევე ლიცენზიაც გადაეცემოდა სპორტსმენებს რომ კიდევ შემდეგი წლის ისთვის საკვალიფიკაციო ტურნირზე მიიღოთ მონაწილეობა. ეგ ორი შეჯიბრი ჩავატარე და ნუ შემდგომ უკვე ვაპირებდით სხვა შეჯიბრების ჩატარებასაც უბრალოდ უფრო საინტერესო წინადადება შემოვიდა ენგინის მხრიდან რომ საქართველოს ჩატარებულიყო ის თვესტი.
ძალიან სწრაფად მოხდა ეს შემოთავაზება და სწრაფადვე დავთანხმდით. ნუ მე ვიყავი ის თვესთვის პრაქტიკულად წარმომადგენელი საქართველოში, ეს უხეშად რო ვთქვათ და უხეშად კი არა, ეს საბუთებითაც, ანუ ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი მე და ენგინმა. სადაც პასუხისმგებლობა ავიღეთ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, რომ საქართველოში მაქსიმალური ასე რომ ვთქვათ, ორგანიზებით ჩატარდებოდა ეს ღონისძიება. მაგ შეჯიბრის ორგანიზებაში უკვე რევაზი ჩაერთო ლუთიცე, რომელმაც დაგვეხმარა ძალიან ასე რომ ვთქვათ, ფინანსური დიდი რესურსი სჭირდებოდა ამ ყველაფერს და სახელმწიფო დაინტერესებაც იყო, სპორტის სამინისტრო მერიიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩატარებული ის თვესთი პირველი რომელიც ჩატარდა, ხო? იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, მაგდენი მონაწილე არ ვიცი მას შემდეგ თუ დასწრებია, მონაწილე არა, მაყურებელი, იმიტომ რომ 3000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა პრაქტიკულად მთელი სკამები გადავსებული იყო, ხალხი ფეხზე იდგა, ძალიან დიდი ოვაციები იყო და როგორც თვითონ ათლეტების შეფასებაც მივიღეთ, ხო, შემდგომ საქართველოში რო ჩამოვიდნენ და ესეთი ორგანიზებულ შეჯიბრზე, ყოველ შემთხვევაში იქამდე ჯერ მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. ეს ლარატმაც აღნიშნა ვიდეოში, კასპარინმაც აღნიშნა და ანუ მინდა ვთქვა, რომ აი მაგ შეჯიბრის ორგანიზებაში ძალიან დიდი აი შრომა ჩავდეთ. აი არ ჩანდა შეიძლება გარედან იმდენად ხა მე და რეზო ნაკლებად ფიგურირებდით მაგ დროს, იმიტომ რომ დღე და ღამეს ვასწორებდით მართლა. ანუ მაგდონის შეჯიბრის ორგანიზებას ძალიან დიდი საკითხების მოგვარება სჭირდება. ძალიან წვრილი ნიუანსებია, რომელსაც ეხა საქართველოში ისინი ვერ მოაგვარებდნენ და ჩვენ გვიწევდა მაგ საკითხებს იქ. შესაბამისი ინტერნეტი, შესაბამისი გადაღება, შესაბამისი ორგანიზება, სცენის აწყობა, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფინანსური რესურსები და ადამიანური რესურსი სჭირდებოდა და რავი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმოტებით ჩავატარეთ ეგ შეჯიბრიც. აი, სხვათა შორის ეგ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც მე ის კუთვნილი მატჩი მდროულად ვერ მივიღე, იმიტომ რომ ენგინმა პირდაპირ მითხრა, რომ ეხა შენ ორგანიზების კუთხით უნდა ჩაერთო და თან რო შეჯიბრზე გამოხვიდე, ვერ მოემზადები კარგად და რაღაც მომენტში მაგანაც გაწელა ჩემი შემდეგი მატჩი ის თვეში. ხო, რაც შეეხება ეხა ახალ წამოწყებას, რომ ბათუმში უნდა ჩატარდეს 1 აგვისტოს, ძალიან გამიხარდა. უსურვებ წარმატებებს, მე მაგ ორგანიზებაში არ ვღებულობ მონაწილეობას და ვინც არიან ჩართულები, ძალიან დიდი საქმე არის და დიდ წარმატებას უსურვებ. რაც მეტი ჯერ მოხდება საქართველოში მსგავსი დონის ტურნირის ჩატარება, ეს არის წარმოუდგენელი წარმატება ჩვენი სპორტსმენებისთვისაც და ზოგადად ქართული აუდიტორიისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის აი მაგ შეჯიბრის ყურება. მე რამდენჯერმე სპეციალურად მონაწილეობას რო არ ვღებულობდი, ჩავსულ ვარ და უბრალოდ დავწრებულ როგორც მაყურებელი მაგ როლში და ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, ემოციები არის, როცა შენს თანაგუნდელებს გულშემატკივრობ და როგორც შეგიძლია წარმატებას უსურვებ იმ შეჯიბრის, ასე რომ ვთქვათ, მიმდინარეობისას. ეს თვითონ სპორტსმენისთვისაც ბევრს ნიშნავს. ეხლა საქართველოში წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი ქართველი მიიღებს დარწმუნებული ვარ მონაწილეობას და რამდენი გულშემატკივარი შეიკრიბება ერთ ადგილას. ნამდვილად. აი ვახსენეთ ათლეტები, რომლებიც გამოდიოდნენ ლარატი, კასპარინი, მინდა რომ დაასახელო შენი ტოპ 5 მკლავჭიდელი კლავჭედის ისტორიის განმავლობაში pound for pound ვასახელებთ ხოლმე რა. შენი სუბიექტური აზრი შეიძლება იყოს, რაღაც ობიექტურად სხვა რეალობა შეიძლება იყოს, მაგრამ შენ პირადად 5 კლავჭედელი რა დაასახელო. კარგი, დავიწყოთ პირველი, ახლა საქართველოში ყავს ჰალკი, ხო, რომელიც ძალიან, აი მე ძალიან სუბიექტური ვიქნები, იმიტომ რომ მე ჩემი ხედვა მაქვს, შეიძლება ვიღაც უფრო მეტი მიღწევები ჰქონდეს და ევროპა მსოფლიოზე უფრო მეტი მედლები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ეს სია სხვანაირად დაკომპლექტდეს. ნუ ლევანი, რა თქმა უნდა, შეუდარებელი არის თავისი ბოლოდადებული შედეგებით, ანუ წაუგებელი სერიით, ასე რომ ვთქვათ. და ნომერ პირველი ლევანი იქნება. მეორე სენკი, რა თქმა უნდა, ანუ
პრაქტიკულად ჩემთვის მკლავჭიდი ბზენგთან ასოცირდება, იმიტომ რომ ეს არის ადამიანმა, რომელმაც ხო დროს გაუძლო, რომელიც ყველაზე ძლიერი, ანუ პრაქტიკულად ყველა დროის ყველაზე ძლიერ სპორტსმენებთან რაღაცა 30-40 წლის განმავლობაში ხელს წევდა ადამიანი, ანუ და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ხო სხვადასხვა თაობის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანუ გამოდიოდა აბსოლუტურ კატეგორიაში და ანუ აღნაგობით არის ალბათ 100 კილოგრამის კატეგორიის, ხო ეს ეხლა ჩვენ ვიცით სპორტსმენებმა რამხელა წარმოუდგენელ ძალაზეა საუბარი, რომ წარმოიდგინე ეხლა ჯონ ბზენკისა და ცეპლენკოვის შეხვედრა, ხო? 40-50 კილოთი მეტი მასის ადამიანი და უფრო დიდ მოწინააღმდეგეებთანაც მიუღია მონაწილეობა თუნდაც კარაევთან და სხვადასხვა ხო ძიმეწონიან ჩემპიონებთან, ანუ მეორე ჯონ ბზენკი. ჩემი საყვარელი მკლავჭიდელი არის არსენ ლილიევი და აუცილებლად მესამე ადგილზე არსენ ლილიევს ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი. ხო, ძალიან მომწონს. აი ის პერიოდი თუნდაც მოკლე, არც ისეთი მოკლე იყო, მაგრამ რა პერიოდშიც ეგ ხელს წევდა, იყო სასწაული. ანუ ძალიან მაღალი დონე ეჭირა. ანუ პრაქტიკულად რა ვიღოთ, ეგ იყო 100-105 კილოგრამი კატეგორიის ადამიანი, ხო, ძირითადად მარწონაში დაიწყო და ხო, მე დღესაც ფიქრობ, რომ მაგ კატეგორიაში 105 კილოგრამ კატეგორიაში ლილიევთან ახლოსაც ვერავინ ვერ მივიდოდა. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ გინახიათ თუნდაც ლილიევისა და ტოდ ჰაჩინსის გადაწყვეტა, ხო? ანუ ძალიან დიდი დონის სხვაობა იყო. ლილიევიც პრაქტიკულად აბსოლუტურ კატეგორიაში წევდა ხელს. ხო, მეოთხე გენადი, რომელიც ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გენადი არის ყველაზე ტექნიკური გადამწევი, ვინც ოდესმე მინახია, ვისი გადაწევაც ოდესმე მინახია, იმიტომ რომ უნივერსალური, მაგას გულისხმობ, იმიტომ რომ თუ 1% არსებობს, რომ გენადიმ გაიმარჯვოს მოწინააღმდეგესთან, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ შანსები საერთოდ არ არსებობს, მაშინ ლოგიკურია, რომ იმიტომ რომ გვინახია, ანუ მსგავსი ბრძოლის უნარიანობის სპორტსმენი მეორე პრაქტიკულად არ მინახია, იმიტომ რომ წაგებული სერია, ეხლა მე როგორც სპორტსმენს ხდება ხოლმე ორი თრონს რო აგდა ბრესნანთან. ხო, ბრესნანთან და ისე რომ საერთოდ არავინ ელოდებოდა მაგ ბრესნანთან მე ჩავთან სასწაული გადაწევა ქონდა, ლარატთან სასწაული გადაწევა ქონდა და გენადის ეხლა ძალიან აი ესე ძველ გადაწევებსაც რო შევხედოთ, აი ყოველთვის მე მინახია ის რამდენიმე ისეთი სამოტივაციო ვიდეოში იყო ჩასმული გენადის ვიდეოები, როდესაც მოწინააღმდეგეები იღლებოდნენ ბრძოლით და აი მინახია რომ გაჩერებული და ხელი ჩაუქნევია მოწინააღმდეგეს, ანუ ვერ დაუღლია პრაქტიკულად, ანუ გენადი ხა იმდენად მებრძოლი იყო თვითონ გადაწევის კუთხით, რომ ვერ შეინახა თავისი თავი, ანუ ძალიან ბევრი ტრავმები მიიღო, თორე დღესაც ვფიქრობ, რომ ისევ ჩვეულებრივ მაღალ დონეზე არ ვიცი შესაამოლოდ კიდე შეძლებს, მაგრამ ეს ჩავარდნაც არ ექნებოდა თქო, მაგას ვიძახი. და მეხუთე ძალიან ბევრი მახსენდება ხა რომელიც შემიძლია დავასახელო. ალბათ რუსტამ ბაბაევი, რომელიც ხო, ძალიან შედეგებით, ძალიან მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენი არის. ძალიან ბევრჯერ აქვს ევროპა და მსოფლიო მოგებული. ძალიან ბევრი შედეგების, ძალიან პატარა სპორტსმენი. და აი ეგ არის მთავარი საკითხი, რომ ანუ გაბარიტებით, ანუ პრაქტიკულად ჩემი აღნაგობის არის, შეიძლება ცოტა პატარაც დაჟე და ანუ ამ ხელით ახერხებდა ცეპლენკოვი მარცხენა ხელში არასდროს არავის გაუჭედია, მე მგონი, ხო, მაგ პერიოდში, როცა პრაიმში იყო და მთელი დარბაზი გაიყინა, როცა ბაბაევმა გააჩერა მარცხენა ხელში. მარჯვენა ხელში მე ბზენკთან მქონდა ძალიან დაძაბული მატჩი და რამდენ სპორტსმენს მოუგო, აი ლეგენდებს, ხო, მაღალ წონიანებს ვერ ჩაუნთლდა და დღესაც ასე რომ ვთქვათ, კარგად ასპარეზობს, ეს ძალიან
დანარჩენ სპორტსმენებს ძალიან ბევრი არის ქართველი, ვისაც ხა ტოპ 5-ში მოიხსენიებთ, უბრალოდ ჯერ გზა აქვთ და ანუ ძალიან მაგრები არიან, მაგრამ კლავჭიცი დრო ძალიან ბევრს წვიდავს, ანუ შენს სიმაგრეს და პირველობას რამდენი ხანი შეინარჩუნებ, აი ტოპ 5-ში ხა მაგალითად სამუშიას თქმაც მინდოდა, ზირაქაც ყავს, ოქროს ბიჭები არიან, მაგრამ ამათ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინა აქვთ, ხო, გასაკეთებელი და მე უფრო ისეთებზე ვისაუბრო, ვინც აი წარსულში სადღაც 20-30 წლიანი პერიოდში თავის დროს გაუძლო ხო. წარმატება. ძალიან კარგი ობიექტური ის ხუთეული იყო ჩემი აზრით, სითქმის ხო რა, ანუ რეალურად ყველა ესეთი ლილიები პირველად წეს. ლილიები მართლა ხო პირველი. რა ვიცი ხო მე ჩემთვის აი ეს იყოს ობიექტური კი ბატონო, მაგაშიც გეთანხმებით რატომაც არქი ვაგრძელებთ თამაშის რუბრიკით, კლავჭიდური თამაშები. პირველი თამაში არის მოკლედ ამოვიღებთ აქედან ერთ ყუთში არის კლავჭიდელები, მეორეში ფაქტები და უნდა დავწეროთ რაც გუგონია ჩვენ და ვინც ახლოს იქნება ერთგულას აიღებს. დავიწყოთ, მოდი, სტუმარს ამოვაღებინოთ პირველი. ეს რომელი ყუთიდან ამოვიღო? ერთიდან ერთი, მეორედან მეორე, რომ ერთი კლავჭიდელი იქნება, მეორე ფაქტი. სალოევი და ბიცეპსის ზომა. ოკეი, არ უნდა ვთქვათ ზეპირად, აქ უნდა დავწეროთ რა. რომ ერთმანეთისგან არ გადავიწეროთ და მაგის მიხედვით მე შეიძლება შეცვალოს. მე შენ დაწერე. იქით გაიხედე. სალოევი. აზმო. აი არა და პატარა კაცია. მე უკვე დავწერე, შემიძლია გიყურო. შეიძლება დაიდახო კიდევაც. ჩვენ შეგაზრდა. აი, ტელეფონი გააზრო, თან დავსირჩოთ. 43. 43, 42, 47. 47 გიწერია შენ? 45. 5. ანუ მე და შენ გვაქვს ფულები რა. აი, შემდეგი შენ ამოიღებიო. ბზენკი და ფაქტი. წონა. ბზენკის წონა. აკრასთან ცოტა ისეთი რთული რა, იმიტომ რომ წინაზე ზირაქას დავურეკეთ ხა, ჩვენს ვერ დავურეკეთ. იქნება. ჩვენს ვერ დავურეკეთ. მოდი აკრას ეწერება, ეგ ჩავთვალოთ რა კატეგორიაშიც გამოდიოდა და ხომ არ ხომ დავიმსჯელოთ აი როდის რა წონა, ხა ბოლო შეჯიბრებზე ბოლოში უფრო მეტი იქნებოდა, მაშინ უფრო აკრას ეწერება ეგ. აი, რა. მივოწოთ. კოლსალზე. საინტერესოა. მაგიწერია თქო. მეც 5 მიწერია. შენ? მე ნაკლები მეწერე. შენ ნაკლები. არქ. ჯონ ზანკი. 104. მე დავალ. პლეოსტიც, ვა. შენ რა გეწერა? 17. შუმეტი ეგ არა ყოფილი. იქნება და ამჟამად მეთქი დღესაც. აი, მე ამა. ბაბაევი. ასაკი. ბაბაევი ასაკი. მე დავიწყებ მაშინ. ბაბაევი ასაკი. იქნება. ჯერ რომ მიწერო და ვერ დავწერო. შეიძლება. ყველა მამა ჩემის ხება იგივე ნაცმა. არა თლა პენსიაზე გასული არ მგონია. არა, მე მგონი ცოტა დავწერე. ვინ იქნება ინახე.
კარგი ყურებ. ლევან რამდენი წელია? 12 ის. არა მეტია. თუ მეტია. ამის. აა 42 წელია მე. 38. შენ? შენ რა გინდა ძმაო შემთან მეც 42 წელია. მაინც იქნება არც ერთი ალბათ სწორიაც. ეხლა რომ იყოს 40-ის რა ხდება მაგ დროს ეგ გითხრა. აქეთ 38, აქეთ 42. ყოველს ვიტყვით. ბაბაე. რუსტამ ბაბაევი არის სად არის ასაკი? 43. ჩვენ ვიწევთ. ახალგაზრდა გიგონა? ახალგაზრდა მეგონა. აი, მიდი ვალა ეს შეიძლება. ორი კატეგორია დაგვრჩა. Terci. კიდევ კაი მაღაზია ამოვიდა. ვის შეხვდა ბოლოს. ვის შეხვდა ბოლოს? წერან დაბლიუს თითქოენანი აბა რა? მას აზრი არა. აი მაგიტი, შეიძლება არ გონი შედეგი ამოვიძრები რა, არ მგონია ხო რომ გაგემაზოთ ხო? არა, ამ შეიძლება. არ მგონია რომ ეხა მაგი არა. იბას არ შეხვდა გასა მაკაროს. მაკაროს შეხვდა ბოლოს, ოღონდ სპალნის შეხვდა პირობებში. ლილიევი. ოკეი. ბოლო შეჭი. ლილიევის ბოლო შეჯიბრი. აიც. მე ვიცი. გონი მეცა. დაწერე არც მილი ახავს და რავი. აქ ისეთი თემაა რომ ახლოს ვერ იქნებით ვერც ერთი თუ გავიბაზეთ. აუ წელი უნდა დავწეროთ თუ რა უნდა დავწეროთ? წელს ნამდვილად ვერ დავწერ. წელს ნამდვილად ვერ დავწერ. მაგაც რა. ვინ დაწერე? სად დაწერე? მე მიროვი დავწერე. არა, სოფლიო ბრაზილიაში კრასიმირის წინააღმდეგ როცა დოპინგზე დაიჭირეს და მე მგონი მაგის მერე აღარ გამოსულა ეგ შეჯიბრზე. შენ? მე აძეზე. აერც. აიცი რა ნახე დოპინგზე რომელ წელს დაიჭირეს ლილიევი. მე მახსოვს რომ ეგ იყო მაგის დაამთავრა რა. ხო გახსოვს კრასიმირისა და მაგის დაძაბული გადაწევა რო იყო რა. ხო დაიტანჯენ კრასის მოაგებინეს მაშინ. და როგორც ვიცი მაშინ დაიჭირეს დოპინგზე და იმის მერე ანუ დოპინგზე დაიჭირეს აერთი. ხო, 12-დან 13 იყო რა. 13. ხო. და ანუ ეგ შენ ხო ხა ზუსტად მე მახსოვს რომ ეგ ის იყო. პლუს 1, რამდენი გამოგწია? 2. მე მაქვს 3. მე დავუძმო 2. ხო. სიმაღლე და წერცე? კაი, წავიდე. მე არ ამყავს პირადად ნახე ვერსია. მე კი. თო პატარაა. აი გაკრას ისტოესტის შესარჩევზე რა იყო ჩამოსული? გედა ისტოესტის შეჯიბზე. მე შეხვდა და აი საკალოს. განდერად ინფორმაციას მასზე. მიდი. დიალა. შენ ეხა პლუსში ხარ. რატო? იცნობ. ვიცნობ რა. მემორანდუმი. სიმაღლეს კი არ წერდით იქ მაშინ. აი მე ჩაუყრიბა რა. დაწერა? მე არ დავწერე და რა დავწერე. დავაი. 1.75. 1.78. შენ? 1.70. 10. აი. ეგოცა. ბიჭო, შეხედოთ პროსტატა ჩვენ. რაღაც პატარა კაცი მგონია ეგ. გრძელი კაცია. არც გზელი არც. ნუ ეს არის 117. მან 78-თან ახლოს. ვალას ერთი ქულა. მეორე თამაში არის აუქციონი. დავიწყებთ ახლა ამოვიღებთ რიგრიგობით და 10 წამში უნდა ჩამოვთვალოთ რაც ამოგვივა. მიდი ვალა. ამოვიღეთ პირველი შენ. ნახოთ აბა ერთ. აივე. ქართველი მწვრთნელები. მოკლედ 10 წამში უნდა ჩამოვთვალო ქართველი მწვრთნელები. რამდენი მწვრთნელს ჩამოვთვალოთ? 8. აუ ბიჭო.
მე პირდაპირ გეუბნები რომ გატარცხა, რო თქვა, გატან. ჩამოთვალე. დავიწყო. ეს შეთვე 9-ს ხა ფიზიკურად გავიჭედები უჭერე. 3 2 1 გიან არიაშვილი, თემ გვედილაშვილი, მამუკა ბილანიშვილი, ირაკლი გამთენაძე, გელა არაბული, ალექსი ფრეწუაშვილი, გოჩა სიჭინავა, ვალიკო იცით. ოპა, 9. სალო, აი გურსერტ 4 ქულა გვალას, მე-3 შენ 2. ოპა. არ გვაწავს შენ. ბიცეპს სისტემი. ბიცეპს სისტემი, რანდა ბიცეპსს ჩამოთვლი კი. ჰუკში გადამწევები რა. 5? 6? 7. ბიცეპს სისტემი ცოტა მარტივი აქვს, შეიძლება. ბევრი არ არის მარტივი. დროის ამბავია რა, სამში. ხო, ანუ მაგაში ვიჭედები მე სულ და მაგითო იმაში. კაი როა. წაიღამით ჩამწვა. ველოდებოდი ამას რა ვიტყო და ვიჭი. 9 უკერთულია. წამში ერთი უნდა თქვა მე და რო დაფიქრების ვამახსოვს საშუალება. მელი? კი. ჩავთავა? ეცადე. 5-3 მაცად. საგინაშვილი არც ბიცეპშიც ბა? არა. ვერ ან ბიცეპსიტი ალბათ ყველას ექნება გადაწეული ხელი ბიცეპსში, მაგრამ უნდა იყოს იმენა ბიცეპსით, აი. გადაწევა როა ბიცეპსი რა. აჰა. დავაი მედი ახლა. დიდი დრო. 3 2 1 ზავრაშვილი, ზოლოევი, ბაბაევი, გენადი გუგუნია, ბორტოლადო, სემერენკო, სინაძე და ჭიკაძე. ამეცნად. ისედაც ბევრ რამეში არ დაგეთანხმებოდი ახლა. ჭიკაძეზე ჭიკაძეში ვარ დამეთანხმებოდ ვიცოდ. სემერენკო რანაირად გამახსენდა, ბაქში სინაძე ის ვერ გამიხსენდა. სემერენკო. აა, ეს არჩა. -1 ქულა. დავაი. ჩენჯერია. ტოპ-რის მონაწილეები. აი ტოპ-როლი ჩატარდა მაშინ რა. ხო. ის მონაწილეებს ამას გავხსენებთ. 900. რავი, 5 გავხსენებ. ყველა მახსოვს თუ არა ვიცი, მაინც. გახსენებით შეიძლება ყველა გავიხსენო. ხო, აწამში ორი. ჩამოთვლა ხო გინდა რა? ჰა? რამოდენიმე აღარც არის. აი, ტრუბინი ვშე. ხო. მახსოვდა ჯერ. მაგაცენდა ეს რამდენი თქვი? 5 თქვი მე. 5 თქვი? 6 ვიტყვი. 7 ვინა, არ მახსოვს. თქვი. მე უნდა ვთქვა? ხო. 3 2 1 ლევან საგინაშვილი, კუდრეჩა, ტრუბინი, ბაბაევი, პრუდნიკი, ონგარბაევი. მაგარი. всё. სტროფინი. ანუ იყვნენ რა. ვინ იყო ეხა მაგას ვფიქრობ და როგორ ვიხსენე? ლალეტინი და ბრესნანი. ბრესნანი და ლალეტინი. ბრესნანი. ბრესნანი მახსოვდა, ლალეტინი არ მახსოვდა. ლალეტინს მახსოვდა. ლალეტინი არ მახსოვდა, მაგას შეხვდა. ხო. ისინი მახსოვდა. ოკეი, 5 ქულა, 3 ქულა, 1 ქულა. ის ჯერი. ბოლო. ერთი და ის თვესთვის აქტიური ჩემპიონებია. შენიწყე. აი აქტიურ ჩემპიონებში რას გულისხმობ? ამჟამად რო ჩემპიონი. ვისაც კამარი აქვს, ხო? კამარი ვისაც აქვს. მარცხენა მარჯვენა ორივე ითქვა. ვაფშე ამენი კატეგორია არის. 1 2 3 მარცხენა ბევრ კატეგორიაში ხო არ არის კამარი გაცემული. მარცხენაში ერთი ლალეტინი მეორე მურატოვი. კომენტად კოვითაც არის ამაში 65-70 რო არის. აი 5-6 ვიტყვი რა. რამდენი არის სულ გოც? მაღალი თამასით იწავს და ვეღარ. ყველას ისეც იწყებს რომ მეც ვერ იმას იზავ. თან გეუბნებო. შენ გჭირდა. თან 3 წამი რჩება ზევიდან, აი. კი. მიდი.
3 2 1 კაი, ესე იგი მურატოვი, საგინაშვილი, პეტრენკო, მენს ფაქტორი და ამაიცა. ანუ ხო, კულა და 4 3 1-ია. ეხლა რამდენი ჩამოთვალე? 4 ჩამოთვალე. 4 ჩამოთვალე. ხო, ორი კიდე მჭირდებოდა. ეს რა ქვია. კაიმებში გავუჭედებ. მოროზოვი არ არის. პეტრენკო იდეაში ორი ხელში. ორი ხელში არ არის? და ორად ითვლება? პეტრენკო ისე ხო მარცხენა მარჯვენა. არის ზოგადად ხო მარცხენა მარჯვენა. მატუშენკოს ხო გახდა? მატუშენკო და დაბალწონაში ისა უსტინოვი არის? მoni უსტინოვი არის ძალიან დაბალში მარცხენაში და ეხლა რო შეხდა ტარასაიტის ვინო რა ქვია. მურა ესა რუსი როა. დიდი ხელი როა. ხო, მაკაროვი. საციები. ანუ საცია შემოწრა. 3 4 5 ლეგონა აღარ არის ხო საცია? მაგარი გაჭედი. ამის ხო. თქვი? მედი მაგრამ ჩემ თავზე წარმოდგენა შეიძლება ხა სულ. კაი. აი 1 2 3 ესე იგი მურატოვი, მატუშენკო, ბეთქილი, ჟოხი და ერთი ცნო თქვა. всё, ამეცი. 3 1 შენ გიწევს და არა, მაგრამ ვალას ეჩქარება გავუშვათ. მოკლედ, ვალას ეჩქარებოდა გავუშვით. წაგებით მაინც მეწავაგე. რადგანაც კიოთა. ამ ვიდეოში ვერო შემოგვეთავაზებინა, გადავწყვეტ რომ ჩვენით ჩავგვეწერა გიოს დარეკვის ამბავიც. ვის ურეკავთ? ეხლა კონტაქტი არის ალექს ფრეწუაში. ურეკავთ ალექს ფრეწუაში. საკ არის 5 სიტყვა, ამოგინაცდებათ თქვენმანთ. და ამ ეს სპადი და ლობიო ერთში ერთმანეთთან და ჩვენ ახლა სპადი არის მეორე, ლობიო ბოლოს. დაბნეულობა ზოგადად ჩემთან არ ასოცირდება, გაიგე. ეხლა ველოსიპედს კიდე ჩავსვა, აი დაბნეული ვიყავი ლობიო ჭამე. რატო სხვადასხვა თუ ლობიო ჭამე და დავიბენე. შეგეძნია თქვა რა. ანუ როგორც მინდა მაშინ მივყვები. თუ როგორ ანუ პირველი მეორე შენ მითხარე. წესით ესე როგორც ჩამოწერე, მაგრამ შენ როგორც გინდა, თუ გინდა სხვადასხვა ადგილას გამოიყენე, არა პრობლემა. ბევრს რაც პრომეცი ვიქნებ, მით უფრო აგერევა გირჩევენ რომ დაიწყო იმით და მე მიყო. რა ვახატო? კარგად, შე რა ვახარ? ნორმალო, რა შვები, რა ხდება შენსკენ? რა ხდება აკადემიაში? რავია. აკადემიაში არა ვარ დიმან. სადა ხართო, წახვედი? აქა ვარ უკვე. შეჯიბზე ხართ? ბიჭო, შეჯიბზე ხართ უკვე? როდის ბრუნდები? სავალ დრო უნგრეთი. 16-ში. რა შვე მე როგორ ფორმაში ვარ, ამე სპადი რამე რუმე ხო არა? მე არ უნდა გამოვიდი არა. რატო კაცო აქ ხო გადაწიე და ვეტერანებში გასულიყავ. ბიჭო, ხარჯი მექნება იმდენი რო გაზრია და არა მქონდა. ხასევრომდე უნდა დავხარჯო და არა არ ღირდა, ხო, იასნი. ხო, რავი, მეც ბიჭო, ეხა ჩვენ რო შეჯიბს ვატარებ და რამე, ეხა მაღაზზე მინდოდა გალაპარაკება და შენ როდის ბრუნდები 16-ში ჩამოდიხარ, ხო? გესმია? რეც 17-ში. 17-ში რო შემოხვალ მაშინ შევხვდეთ რა. მე პროსტა მოტოციკლი გავყიდე, ველოსიპედით მომიწევს მოსვლა. გესმის? როგორ? მოტოციკლი გავყიდე და ვეღარ გავდივარ აქეთ ეხა და ველოსიპედზე ვარ და ერთი გამორბენა ერთხელ მაინც გამოგირბეთ აკადემიაში რა. ხო, ბიჭები იქნებიან, პარასკევს იქნებიან, ყველა ვარი წინა პარასკევსაც იყვნენ გამოსულები. ბიჭები, კი ეს ხელი, ვალა იყო და არა, ჯერ ისეთი ჩაბოუყალიბებელი და დაბნეულია ეხა ჩემი თავი.
შეჯიბრზე რომ გავიდე, აი მე გამიქნევენ, გამომიქნევენ და სპარინგი პროსტ არ მინდა, გადაღებაზე მინდა გამოსვლა. იგენა ცოლი კაცო როცა გინდა რა პრობლემაა გიო. კვირა დღეს რო გავაკეთოთ მეთქი ერთი გადაღება რა, მან გასვლით იმას რო ვაპირებით, ხო? გითხარი. ხო, ახლა 16-17-ში უკვე ვიქნები მანდა. თუ ვიქამდე ძალიან საჩქარო არ არის და თუ საჩქარო არის, მაშინ არიან არა საჩქარო კაც. არა საჩქარო არ არის, ეხა ჩამოვედი მეც აიგებ ცხეთაში ვიყავი. კორპორატიული მქონდა ხალობი ოჯამე ხანის ეხა დავღრუდი და ეხლა ვაპირებ დავიწყო მეთქი და თქვენ კი დაგირეკეთ და ესე იგი 16-მდე არ ჩამოხარ 17-მდე და 17-ში მაშინ დაგირეკავ ხო და პირდაპირ გამოვალ და თან ვისპარინგოთ რა ბაზარი არის კაი მანამდე თუ რამეში დაგჭირდა შემეხმიანო და გაიხსნა მე ჭაკოც კრემი გამოვში პირდაპირ მეც ვერ მივხვდი კაი იყო ლობიო ხო ჩავაკვეხე დაჟე მცხეთის სალონი ჩავაკვეხე კორპორატიული ხო დაგეხმარა არ წამეკო არ დამჭირდებოდა მაგრამ შვენიერი ჩვენ თან გათამაშების თემაზე ხო გათამაშებას რაც შეეხება გათამაშებას წინა ვიდეოში უნდა ყოფილიყო მაგრამ არ იყო იმიტომ რომ ვინც გაიმარჯვა არ ქონდა გამოწერილი Facebook არხი Redigos. სამწუხაროდ ხო 65 კომენტარამდე იყო უნიკალური კომენტარი და მაქედან მარტო 15 ქონდა გამოწერილი Facebook გვერდი და მაგის გამო გვიწევს ახლა თავიდან გავაკეთოთ. ამიტომ ახლა ჩავიწერთ გავაკეთებთ ისე დავატრიალებთ რენდომაიზერს 19 კაცში Facebook-ზე გაკმინე უვიპოვი. ხო და ისე ვიზავთ რომ ჩვენიც ნახავთ თუ ყველაფერი ექნება შესრულებული მაგ შემთხვევაში გადაეცემა ჩვენი Armor-ის კლავჭიდის ინვენტარი. პატარა ჭრა იქნება და გაჩვენებთ შედეგსაც. ოკეი. წავით. მართლა მაგრამ დავატრიალებთ. დავაი. 1 2 3 ნახოთ აბა ვინ არის ეს იღბლიანი საბა მურაჩა ყველგან გამოგიწერეთ გიყურებთ ესპანეთიდან არც ერთი ეპიზოდი გამომიტოვებია რამე სახალისო ისტორია რომ მოაყოლოს თუმცა რამდენი ექნებათ გათამაშების შედეგებს ველოდები ალბათ შვენიერი ბოლოდ ესპანეთში როგორ გამოგზავნოთ რატო არა მე მგონი შეიძლება და მოვაგვარებთ მაგ ამბავს ძალიან კაი მიხარია რომ ვიღაც ამოვიდა ესეთი ვისაც ყველაფერი გამოწერილი აქვს პირველ სულ შემთხვევით Facebook-ზე ან Instagram-ზე მოგწერე პირად შეტყობინებაში რომ მოგწერეთ თქვენი მონაცემები და კი მაგებს მოვაგვაროთ მე დანარჩენს როგორ გამოგიგზავნოთ გილოცავ და მომავალში კიდევ გვექნება გათამაშებები და შემდეგისთვის გაითვალისწინეთ მეგობრებო რომ ეს პირობები რაც გვექნება ელემენტარული და ძალიან მარტივი პირობები დააკმაყოფილოთ რომ მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა. თორე ჩვენს კარგად ვივარჩევთ ამ მაგის ორი შუთი მე პირადად გამომარჯვებოდა. ვალა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ბარა მაიკაზე მაინც მოასწროთ ხელის მოწერა. ხო. ეს მარკერი რომელი ნაწილი გირჩევნია უკანა სადაც მე ხო ორიგინალური ხელის მოწერა მაქვს ორიგინალური თუ გაქვს პირდაპირ ხელებზე მოგიწერა მაშინ სად აქ ნახოთ როგორი მადლობა რომ მოხვედი ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ და სასაცილო ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ და ბევრი რაღაცაც გავიგეთ ინფორმაცია მე პირადად იმედია მაყურებელსაც მოეწონა წარმატებებს გისურვებ ყველა სფეროში ბევრ რაღაცას ხარ შეჭიდებული და დარწმუნებული ვარ რომ კარგად გამოგდის და კიდევ გამოგივა მომავალშიც და წარმატებებს გისურვებ ჩემო ძმა პირველ რიგში რაც გისურვებ ყველაფრისთვის რა ცხოვრებისეულად რომ ბალანსი სტაბილურად როგორც გაქვს ისე ქონოდეს, მაგრამ ერთი მინდა რომ სრულად გამოჯანმრთელებული გნახო, რომ შენი მაქსიმუმი ისე ვიხილო შეჯიბრებებს. ისე ის შენი სახელი როგორც მაშინ ვიყავი აღფრთოვანებული, უფრო მეტი გაიკეთებინოს რა. უმეტს მადლობას გიხდით, ბიჭებო, პირველ რიგში. ჩემი მოწვევისთვის წარმატებებს გისურვებთ, ძალიან როგორც უკვე აღნიშნე, საინტერესო წამოწყება არის ის, რაც
ქართულ კლავჭიც ნამდვილად სჭირდება და პოპულარიზებას გაუწევს აი ქვეყნის გარეთაც. ხო, ეს ინფორმაცია, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და ჩემზე ბევრად გამოცდილმა სპორტსმენებმა ისაუბრეს, ხო? ბევრ უცხოელ ადამიანს მაყურებელს და გულშემატკივარს აინტერესებს და სასიამოვნო იქნება, რომ რაც უფრო გაფართოვდებით და მეტი მაყურებლები გეყოლებთ. მადლობა, იმედია მალე გიხილავთ ის თვესტის ასპარეზზეც. მაყურებელს მიმართავ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან გჭირდება თქვენი აქტიურობა. უკვე 600 გამომწერზე ავედით, იმედია ერთი გამომწერი გვაქვს, იმედია ავალთ ამ ვიდეოს მერე. და გამოვიწერე უნდა. აჰა, შენერი. და მოგიწოდებთ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოთ რაღაც კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ვინ მოვიწვიოთ, დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით შეგეძლიათ რამე დაგვიწეროთ კომენტარების სახით. შვენიერი. დაგემშვიდობებით ამ ვიდეოცი, შემდეგ ვიდეომდე და შემდეგ სტუმრამდე. დროებით. კარგად. Ciao.